მოგესალმებით, მე ვარ მარიამ კეპულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციის თემა არის მორალური ზიანი. დავიწყებ ზოგადი მიმოხილვით. არაქორემრივ ზიანსა და მისი ანაზღაურების სავალდებულობას ყველა ცივილიზებული მართლწესრიგი ითვალისწინებს, თუმცა ძირითადი განსხვავება მათ შორის ანაზღაურების მასშტაბებსა და ფარგლებშია. ევროპის კონტინენტზე გამოყოფენ ორ ძირითად მოდელს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ კონცეფციებს ეყრდნობიან. ფრანგული სისტემა ეყრდნობა ნაპოლეონის კოდექსის უზოგადეს ფორმულირებას და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და არავლებს მკვეთრ ზღვარს ზიანის სახეებსა და მათი ანაზღაურების ფარგლებს შორის. ფრანგულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ცოლის არჩელი, რომელიც ითხოვდა ქმრისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მიატოვა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ერთჯერადად გადასახდელი თანხის სახით მოსარჩელისათვის 5500 ევროს ანაზღაურება. გერმანული სისტემა გულისხმობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შემოფარგლას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებით. ქართული სამოქალაქო კოდექსი, როგორც გერმანული სამართლებრივი სტილის მიმდევარი, სწორედ ამ უკანასკნელ სისტემას განამტკიცებს. თუ ზემოთ მოყვანილ ფრანგულ გადაწყვეტილებას უფრო გერმანული და ქართული მიდგომით განვიხილავთ, ქორწინება არ შეიძლება იყოს მორალური ზიანის მომტანი, რადგან ის მართლსაწინააღმდეგო არ არის დაშვებულია კანონით. შესაბამისად, ქმედებას, რომელიც კანონით დაშვებულია, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება არ შეიძლება მოჰყვეს. ფრანგულმა სასამართლომ ამ შემთხვევაში საერთოდ არ განასხვავა ერთმანეთისგან მორალური და მატერიალური ზიანი და ზოგადად ანაზღაურების მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსარჩელისათვის მოპასუხისა და საზოგადოებისთვის უცხო დარჩა, თუ ამ თანხიდან რამდენი მიიღო მოგებულმა მხარემ მორალური, რამდენი მატერიალური ზიანის ანაცვლოდ. არაქონებრივი ზიანის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებში დაკისრება თანამედროვე პირობებში სერიოზული და ინტენსიური კრიტიკის საგნად იქცა, რადგან კანონი ხშირად ვერ პასუხობს სწრაფად განვითარებადი საზოგადოებრივი ურთიერთობების მოთხოვნებს. გერმანული სასამართლოები იძულებულები არიან არსებული ნორმების ფართო განმარტების საფუძველზე მაქსიმალურად ადეკვატური პასუხი გასცენ ახალ შეკვეთებს, რასაც მათ ყოველდღიური ცხოვრება სთავაზობს. მორალური ზიანის საკანონმდებლო რეგულირებაზე ვისაუბრებ. ახლა მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილია. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განამტკიცებს პიროვნებისა და მისი პირადის ცხოვრების, ასევე ამ ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მონაცემის ხელშეუხებლობას. მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებასთან კოლიზიის თავიდან ასაცილებლად, იგივე კონსტიტუცია უშვებს ამ ფუნდამენტური უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ ეს აუცილებელია სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. კონსტიტუციის 55 მუხლი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მოქმედებას ასევე ავრცელებს იურიდიულ პირებზეც. შესაბამისად, ყველა უფლება, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან არის კავშირში, შეიძლება იყოს იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველი, თუ ასეთი რამ თვით ნორმის მიზანს ან საღაზრს არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, იურიდიულ პირს არ შეიძლება გააჩნდეს ღირსება, რადგან ეს უკანასკნელი სოციალური ფსიქოლოგიის კატეგორიაა და იურიდიულ პირს, როგორც იურიდიულ ფიქციას, არ შეიძლება მასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. კონსტიტუციის შემდეგ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლმა არამატერიალური და არაქონებრივი ზიანის აღნიშნულ ტერმინად მორალური ზიანი განამტკიცა და მიუთითა, რომ ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში მისი მოთხოვნა შესაძლებელია მატერიალური ზიანისგან დამოუკიდებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების კერძო შემთხვევას ითვალისწინებს ასევე 413 მუხლი,
ეს ნორმა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს პირს, ვის ჯანმრთელობასაც ზიანი მიადგა მოვალის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად. სამოქალაქო კოდექსი არ არის ერთადერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების კერძო შემთხვევებს არეგულირებს, მაგალითად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის 21 მუხლის 3 პუნქტის თანახმად პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად უფლება აქვთ დადგენილი წესით სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისთვის სახელის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს დაზარალებულის უფლებაზე მოითხოვოს იმ მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც დანაშაულის შედეგად მიადგა, თუმცა თვით დაზარალებულის ლეგალური დეფინიციიდან მსგავსი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია. ზიანის სხვა სახეების დასახასიათებლად ხშირად უთითებენ მათ ეკონომიკურ თუ სამართლებრივ მახასიათებლებზე. ამ მხრივ მორალური ზიანი გამონაკლისს წარმოადგენს, ვინაიდან მისი სამართლებრივი შეფასება და შინაარსის დაზუსტება ხდება სამართლის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის მიღწევების და ამ დარგებში არსებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი სანქცია გათვალისწინებული არაქონებრივი და არამატერიალური ზიანის მიყენებისათვის. ამ დროს ზიანი მისი კლასიკური მნიშვნელობით მატერიალურად არ ვლინდება, მაგრამ რის გამოც საკმაოდ რთულია მისი ქონებრივი ეკვივალენტით გამოსახვა. რთულია მაგალითად შეაფასო დედისათვის მიყენებული მორალური ზიანი, როდესაც ფოსტის მოხელის ბოროტი ხუმრობის გამო მას მიუტანენ არმიაში მყოფი შვილის ტრაგიკული დაღუპვის ამსახველ წერილს. მორალური ზიანის სამართლებრივი შინაარსის დაზუსტება შესაძლებელია იმ არამატერიალური და არაქონებრივი სიკეთეების დახასიათებით, რომელთა დაცვასაც კანონმდებელი მათი ხელყოფისათვის ანაზღაურების დაწესებით აღწევს. საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების თანახმად მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, რამაც ზიანის დადგომა გამოიწვია. პიროვნების დაცვის გარანტად არსებული ნორმები შეიძლება პირობითად დავყოთ 3 ნაწილად. პირველი ნორმები, რომლებიც იცავენ პირის თვით გამოხატვის უფლებას, ეს არის მაგალითად უფლება საკუთარ გამოსახულებაზე, საკუთარი მოსაზრების წერილობით ან ზეპირად გავრცელების უფლება. მეორე არის ნორმები პირის სოციალური სტატუსის დამცველი რეგულირებები, როგორც არის პატივის და ღირსების დაცვა და მესამე მისი სოციალური არსებობისათვის აუცილებელი გარემოს ხელყოფის დაუშვებლობაზე ორიენტირებული ნორმები, მაგალითად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რომელიც იცავს. ეს არ არის ერთადერთი და უნივერსალური კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამართლებრივ დაცვას იმსახურებს არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ ადამიანის სულიერი ჯანმრთელობა, მისი სულიერი წონასწორობაც. ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში შეიძლება გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. პატივი გადავალ უშუალოდ პატივის და ღირსების შელღვით მიყენებულ მორალურ ზიანზე. პატივი და ღირსება სოციალური ფილოსოფიის კატეგორიებია, რომლებსაც სამართალი მათი დაცვის უზრუნველსაყოფად იყენებს. ადამიანის როგორც ინდივიდის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და პირიქით საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ აყალიბებს საერთო შეხედულებას სოციალური ღირებულებებისადმი ამ პირის დამოკიდებულება შესახებ. ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნულობის განცდა და თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია მის შესახებ არსებულ საზოგადოებრივ შეხედულებასთან. ეს ურთიერთკავშირი იმდენად მჭიდრო და ბუნებრივია, რომ ხშირად მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება ძალიან ძნელია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილ მწერალზე, რომლის რომანების დიდი ტირაჟით ძალიან სწრაფად იყიდება. ყვითელი პრესის რამდენიმე გამოცემამ ერთდროულად გამოაქვეყნა სტატია. სტატიაში მოყვანილი იყო სკანდალური მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ რომანებს არა თვითონ მწერალი, არამედ მისი სიდედრი წერდა. ჟურნალები ასევე უწყებოდნენ მწერლის მხრიდან სიდედრისადმი უდიერად მოპყრობის ფაქტებზე, რაც მწერლის მიერ ნამდვილი ავტორის ნაწერი
ჩაწერების მისთვისებაში გამოიხატებოდა. ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ერთდროულად ხდება როგორც პატივის, ასევე ღირსების ხელყოფა. დაზარალებულ მწერალს ინფორმაციამ ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, ჯერ იმის გამო, რომ საზოგადოებაში მისი რეპუტაციის, მისი პიროვნებისადმი დამოკიდებულებისა და მწერლის პოპულარობას სერიოზულ დარტყმას აყენებს ამგვარი ინფორმაცია. შემდეგ კი იმის გამო, რომ საქციელი, რომელსაც დაზარალებულს მიაწერდნენ, მისი პიროვნული და მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე, მისთვის მიუღებელი იყო. დაზარალებულს უწევდა საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია იყო. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებდა ის გარემოება, რომ მწერლის შემოქმედებითი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ სტერეოტიპისგან, რომლის შექმნასაც მის პიროვნებასთან დაკავშირებით ყვითელი პრესის წარმომადგენლები ცდილობდნენ. ამ დროს განცდილმა ფსიქიკურმა ტანჯვამ შეიძლება სხვადასხვა გავლენა მოახდინოს ადამიანზე. თუ ამგვარ რეალურ ფაქტებზე შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ შეთხსული მაგალითებიდან და გავიხსენოთ ნიკო ფიროსმანი, რომელიც როგორ მძიმედ განიცადა მან მისი პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ მისამართით რამდენიმე გესლიანი სტატიის გამოქვეყნება, სადაც სტატიის ავტორები მხატვარს აქილიკებდნენ და მის ნამუშევრებს ზედმეტად პრიმიტიულად და შემოქმედებითი ღირებულებების არ მქონედ იხსენიებდნენ. პარტიისა და ღირსების შემლახველი ქმედებისათვის ზიანის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს საქმეა. მან უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო სამართლებრივი სანქციის მიერ, როგორც რეპრესიული, ასევე პრევენციული და სატისფაქციური ფუნქციის შესრულება. უნდა მოხდეს სხვა პირების გაფრთხილება, რომ თავი შეიკავონ ანალოგიური ქმედებისაგან და ასევე უნდა მოხდეს დაზარალებული პირის ფსიქიკური ტანჯვის კომპენსაცია და მისი სრული დაკმაყოფილება. ზიანის არსებობის ფაქტისა და მისი ოდენობის განსაზღვრის საქმეში კრეატიული მეთოდებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადვოკატები სასამართლოს აჩვენებენ დაზარალებულის ცხოვრების ერთი დღის ამსახველ ვიდეოს მისთვის ზიანის მიყენების შემდეგ. ამით ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დრამატულად აღწერონ მიყენებული ზიანი და ასანაზღაურებელი თანხის გაზრდას მიაღწიონ ამ ხერხით. რაც შეეხება პიროვნებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის სამართლებრივი დაცვის პირველ პრეცედენტს ხვდებით ინგლისში, რომელიც უკავშირდება დედოფალ ვიქტორიასა და მის მეუღლეს პრინც ალბერტს. პრინცმა და დედოფალმა ოჯახურ გარემოში ხუმრობით ერთმანეთის სურათები დახატეს და მოსამსახურეებს მისი ასლების დაამზადებას თხოვეს. ერთ-ერთმა მოსამსახურემ ასლების მეტი რაოდენობა დაამზადა და ასე მოხდა სურათები უცხო პირების ხელში, რომელმაც მათი საჯარო გამოფენაზე გატანა გადაწყვიტა. სურათების აბსოლუტურად უწყინარი და არასკანდალური ხასიათის მიუხედავად, პრინცმა ჩათვალა, რომ ეს მისი ოჯახის პირად ცხოვრებაში ჩარევა იყო. სასამართლომ დააკმაყოფილა პრინცის მოთხოვნა და ყურადღება გაამახვილა არა იმ ფაქტზე, თუ რა იყო გამოსახული სურათზე, არამედ ამ საჯარო განხილვისათვის მისი გამოტანის გზებსა და საშუალებებზე. სასამართლო მიიჩნია, რომ ადამიანებმა, ვინც სურათების გასაჯაროება მოახდინეს, დაარღვიეს სამეფო ოჯახის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპი და ბოროტად გამოიყენეს მათი ნდობა. პიროვნების ხელშეუხებლობა გულისხმობს როგორც ფიზიკური, ასევე ვერბალური ხელყოფისაგან დაცვის სავალდებულობას და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კერძო ცხოვრებაში ჩაურევლობის დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ყოველთვის ართულებს ამ უფლებასთან სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლების კოლიზია. ერთი მხრივ ნებისმიერ პირს აქვს უფლება იცხოვროს ისე, რომ თვითონ შეარჩიოს ვის რა დოზით გაანდობს საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს და მეორე მხრივ საქმე ეხება საჯარო ინტერესს, რადგან საზოგადოებას როგორც წესი აინტერესებს ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების ცხოვრების კონფიდენციალური დეტალები. ერთი მხრივ საზოგადოებას უნდა ქონდეს ინფორმაცია საჯარო პირების შესახებ და უნდა შეეძლოს ამ მიმართულებით თავისი ცნობის თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მეორე მხრივ პირებს
რომლებიც საჯარო ინტერესისა და ყურადღების centrში არიან, უნდა ჰქონდეთ სხვა ადამიანების მსგავსა და ცხოვრების რეალური შესაძლებლობა. ორი უფლების კოლიზია საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, მათ შორის ზღვარის გავლება გასავლებად აუცილებელია კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბების, მათ შორის ზღვარის გასავლებად აუცილებელი კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბების შეუძლებლობის გამო სასამართლო ვალდებულია საქმის გარემოებების ყოველმხრივი ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე დაადგინოს ქონდა ადგილი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებისკენ მიმართულ კანონიერ ქმედებას თუ მოხდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის იგნორირება. პირადი ცხოვრების ხელყოფისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება საკმაოდ რთულად შესაძლებელი საკითხია. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების დასაბუთებულობა დამოკიდებული არა იმდენად კანონზე, რამდენადაც სასამართლოს უმარზე, სწორად შეაფასოს დარღვევის სიმძიმე და ხარისხი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და აანაზღაუროს მორალური ზიანი გონივრული და ადეკვატური ოდენობით. გადავალ საქმიანი რეპუტაციის შედეგზე. საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს სამეწარმეო ან სხვა საქმიანობაში ჩართული პირის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩამოყალიბებულ ძირითად შეფასებას და შეხედულებებს, რაც გავლენას ახდენს ამ პირის საქმიანობაზე და განაპირობებს მის წარმატებას ან წარუმატებლობას. საქმიანი რეპუტაცია შეიძლება გააჩნდეს როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიულ პირს. საქმიანი რეპუტაცია თავის თავში მოიცავს ამა თუ იმ პირის საქმიან უნარჩვევებს, მისი ცოდნისა და გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ზოგად შეფასებას. საქმიანი რეპუტაცია მუდამ სტატიკურ მდგომარეობაში არ არის, არამედ ის განიცდის ცვლილებებს დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით. ინფორმაცია ამა თუ იმ პირის საქმიანი რეპუტაციის შესახებ მისგან მიიზიდავს ან აკარგვინებს კლიენტებს, კოლეგებს და თუ მასთან კლიენტებს, კოლეგებს და ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა პირებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა აუცილებლად არის დაკავშირებული ზიანთან, რაც შეიძლება გამოიხატოს შემოსავლის დაკარგვაში ან შემცირებაში, ახალი ბაზრის, ახალი კლიენტის დაკარგვაში, კონტაქტების გაუარესებაში და ასე შემდეგ. ზიანის არსებობისას კი მისი დაანქარიშება ისევე არის დაკავშირებული სირთულეებთან, როგორც არის მაგალითად მიუღებელი შემოსავლის ან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევებში. საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის, როგორც უარყოფითი შედეგის არსებობა და ამ შედეგის ზიანის მიმყენებლის ქმედებასთან პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის დასაბუთება მოსარჩელის ვალდებულებაა. თუ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფასთან ერთად პირი ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, მაშინ მან ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ უპასუხებლად და მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ზიანის მომტანი ინფორმაციის შინაარს, არამედ მისი გავრცელების ფორმასაც. ზოგადი პრინციპის თანახმად, სინამდვილეს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ვრცელდება, არ შეიძლება ჩაითვალოს საქმიანი რეპუტაციის შელახვად. მაგალითად, საქმიანი რეპუტაციის შელახვად არ ჩაითვლება თუ ღვინის ქიმიური ლაბორატორიის დირექტორი მოიცავს პრეს-კონფერენციას, სადაც ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. თუ ის მედია საშუალებებს წარუდგენს მეცნიერულად დამტკიცებულ შედეგებს, რომლის თანახმადაც მაგალითად A, B და G კომპანიების მიერ ჩამოსხმული ღვინო შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს. ეს არ იქნება საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ასეთ დარღვევაზე და შესაბამისად ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, თუ კი ღვინის კომპანიები დაამტკიცებენ, რომ ლაბორატორიის დირექტორმა განზრახ ან გაუფრთხილებლობით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა ხშირად ადამიანთა შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ ძალიან რთულია ზღვარის გავლება საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და მაგალითად ჩვეულებრივ საექსპერტო დასკვნას შორის.
მორალური ზიანის თანხაში გამოსახვა საკმაოდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგადი პრინციპის თანახმად ზიანის მატერიალური ანუ ფულადი ანაზღაურება დასაშვებია მაშინ, როდესაც ზიანის ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია და ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობა კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ქართული სამოქალაქო სამართლის ზემოაღნიშნული ანუ 413 ნორმა ზიანის ანაზღაურების ორ ძირითად კრიტერიუმს განამტკიცებს. ეს არის გონივრულობა და სამართლიანობა. გონივრულობაზე ვისაუბრებ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გონივრულობა კერძო სამართლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სამოქალაქო კოდექსსა თუ სხვა კანონებში, არც თუ იშვიათად ხვდებით მასზე მითითებას, სახი აზრი ყოველთვის მოიაზრება სამართლის ნებისმიერი ნორმის უკან. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებაში კანონმდებლის მიერ ამ კრიტერიუმის განსაკუთრებული ხაზგასმა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ის შემთხვევა, სადაც სახი აზრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საკუთარი შინაგანი სამყაროს შესაძლებლობებისა და სისუსტეების სრულყოფილი აღქმა ხშირად ადამიანს თვითონაც არ შეუძლია, შესაბამისად რთული წარმოსადგენია სრულყოფილობაზე საუბარი, როდესაც საქმე ეხება სხვა ადამიანის შინაგანი განცდების, მისთვის მიყენებული ფსიქიკური ტანჯვის და ტანჯვის შეფასებას და მით უმეტეს, რომ მისი ფულადი ეკვივალენტით გამოსახვას, ეკვივალენტის დადგენას. ერთადერთი, რასაც დაბალანსებული შუალედის მოძებნა უნდა მოხვდეს, ეს გონივრულობაა. გონივრულობაში იგულისხმება მისი ობიექტური და არასუბიექტური გაგება, გადაწყვეტილება გონივრულად ჩაითვლება, როდესაც კონკრეტული საქმისადმი ემოციურად ნეიტრალური ადამიანების უმრავლესობა გარკვეული სოციალური ღირებულებების მატარებელ საზოგადოებაში მას ასეთად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში ხაზგასმა სოციალურ ღირებულებებზე შემთხვევითი არ არის მოსამართლე, როგორც იმავე საზოგადოების წევრი, ისევე განიცდის იმ სტერეოტიპებს ღიად თუ ფარულად აღიარებული შეხედულებების გავლენას, როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრი. გონივრულობის კრიტერიუმის მოშველიება აუცილებელია მაშინაც, თუ მხარეები მორალურ ზიანს იქხედავენ, სადაც ის რეალურად არ არის. მაგალითად, ნადირობის მოყორულ მოსარჩელეს საკუთარი სახლის ჰოლში ეკიდა ირმის თავი, რომელიც მან მოკლა უნგრეთში. სახლის რემონტის დროს მუშებს თავი ჩამოუვარდათ და გატყდა. აღმოჩნდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას ზიანი მიადგა იმოდენობით, რაც ღირდა უნგრეთში სანადიროდ წასვლა, ვინაიდან ირმის თავი დაკავშირებული იყო უნგრეთში ნადირობის მოგონებებთან. გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ ირმის თავის ღირებულება და არა უნგრეთში ნადირობის ღირებულება. ამ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ ზიანი იყო მატერიალური და არ გულისხმობდა არამატერიალურ ელემენტებსაც. შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არ შეიძლებოდა დაკავშირებოდა უნგრეთში სანადიროდ წასვლას, როდესაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა ანალოგიური ფიტულის შეძენა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ მისი ნივთებით უკანონო სარგებლობის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის მითითებით მოპასუხისაგან ნივთების გამოთხოვის გართულებამ ის მოსწყვიტა საყვარელ საქმეს, რაც მან ტკივნეულად განიცადა და გადაიტანა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ მორალური ზიანის განცდის ფაქტის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო. ადამიანები ემოციურად რეაგირებენ მათ გარშემო მომხდარ მოვლენებზე. ეს ემოცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, მაგრამ უარყოფითი ემოცია ან განცდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის მორალურ ზიანად აღიარებას. ასეთი კვალიფიკაციისთვის ზიანის ანაზღაურების გონივრულობის შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება არის აუცილებელი. მორალური ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელის უარყოფით ემოციურ განწყობას მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის უარესისკენ შეცვლას გულისხმობს. საკმაოდ აღიარებულია, რომ ზიანის მიმყენებლისათვის ანაზღაურების დაკისრებას მოჰყვება დაზარალებული შინაგანი ემოციური
მდგომარეობის შეცვლა, მისი გარკვეული დაკმაყოფილება. ეს ყველაფერი კი გარკვეულწილად სამართლიანობის აღდგენის, მისი რეალურად არსებობის განცდას და მისადმი რწმენას განამტკიცებს. თუ ანაზღაურება არ იქნება სამართლიანი, ის ვერ უზრუნველყოფს ამ ფუნქციის შესრულებას, ვერ შთააგონებს მის მიმყენებელს და მის მსგავს ადამიანებს კანონის პატივისცემას. ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელეს და გამოიწვევს საზოგადოების უარყოფით შეფასებას. სამართლიანობის კრიტერიუმი გონირულობისგან დაშორებით არ განიხილება, ისინი ურთიერთკავშირში არიან და ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე საბოლოო ჯამში მისნაც საერთო შედეგის მიღწევას ისახავენ. ისევე როგორც გონირულობის შემთხვევაში სამართლიანი ანაზღაურების საბოლოო განსაზღვრა სასამართლოს ამოცანაა. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართლიანობის როგორც სოციალური კატეგორიის უნივერსალური ნიშნები, რაც საერთოა ცივილიზებული კაცობრიობისათვის. ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანობის მახასიათებლები კონკრეტული საზოგადოების თუ სოციალური ჯგუფის შიგნით. მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ საბავშვო ბაღის გამგეს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უჩივლა რამდენიმე ათეული ბავშვის მშობელმა დამტკიცდა, რომ ბაღის გამგე პატარებს განსაკუთრებული სისასტიკით სჯიდა, რამაც ბავშვების უმრავლესობის ფსიქიკის მოშლა გამოიწვია. ბავშვების მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლის შემდეგ მოხერხდა. სადავო არ არის, რომ ჩადენილი ქმედება თავისი ხასიათით ამაზრზენია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ გაბრაზებული მოსამართლე მოპასუხეს მილიონი ლარის გადახდას დააკისრებს, ამ დროს კი ცნობილია, რომ საკუთარი სახლიც კი არ გააჩნია, გადაწყვეტილება არასდროს არ აღსრულდება და ის რაც არც სამართლიანი იქნება და არც გონივრული. ასეთ დროს მოსამართლე არ უნდა მოერიდოს ერთი შეხედვით სტანდარტული გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად მას შეუძლია დაადგინოს, რომ მოპასუხემ თითოეულ მოსარჩელეს ყოველწლიურად გადაუხადოს გარკვეული თანხა, სანამ მათი პატარა სრულწლოვანი არ გახდება. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ჩადენილი ქმედების განცდა დიდხანსაც გაჰყვება და ექნება შეგრძნება, რომ თავისი მართლსაწინააღმდეგო და ამორალური საქციელისათვის უნდა ზღოს იმ მქონებით, რომელსაც წლების განმავლობაში შეიძენს. მეორე მხრივ, მშობლების ემოციური დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება იმის ცოდნით, რომ მოპასუხე თავის ქმედებისთვის მხოლოდ ერთჯერადად კი არ აგებს პასუხს, არამედ კიდევ დიდი ხნის მანძილზე იგრძნობს საკუთარ ზე ჩადენილი ქმედების შედეგს. ქართული სასამართლო პრაქტიკა ასევე ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების საკითხს და ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს თანხის ოდენობა. მოსარჩელის ფანტაზია მორალური ზიანის თანხობრივ ეკვივალენტთან დაკავშირებით შესაძლოა საკმაოდ შორს წავიდეს. მაგალითად, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც არასწორი მკურნალობისა და ჯანმრთელობისათვის ბნების მიყენების გამო განცდილი მორალური ზიანი მოსარჩელემ 1 მილიონ ლარად შეაფასა. სხვა საქმეზე მოსარჩელი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სახით ითხოვდა დაახლოებით 67,000 ლარს და მორალური ზიანის 50,000 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეს 1000 ლარის ანაზღაურება დაევალა.